გამარჯობა. საშობაო პაუზის შემდეგ თეორემა ეთერში ბრუნდება და დღეს მას მე ნინო მაჭარაშვილი გავუძღვები. სანამ საქართველოს სახალხო სამზადისით იყო დაკავებული, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ კიდევ ერთი ბუნდოვანებით მოცული შეხვედრა გამართა გაზპრომის წარმომადგენელთან. ამ ინფორმაციის გავრცელებას კი საკითხის კვლავ გააქტიურება მოჰყვა. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე საზოგადოებისთვის დღემდე გაურკვეველი რჩება კონკრეტულად რაზე საუბრობს საქართველოს ხელისუფლება რუსულ ენერგოგიგანტთან შესაბამისად ბევრი შიშობს, რომ შესაძლოა ეს ქვეყნის ენერგო და ზოგადად უსაფრთხოებას ემუქრებოდეს. ბუნდოვანებას კიდევ უფრო აძლიერებს მოლაპარაკებები ირანთან სომხეთის გავლით გაზის შესაძლო მიღებაზე. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანისგან უსაფრთხო სტაბილურ იაფ და საკმარის გაზს იღებს, მალე შახტენიზი 2 სამოქმედების შემდეგ კი კიდევ უფრო მეც მიიღებს. ბაზრის დივერსიფიკაცია ეს მთავრობის ერთ-ერთი არგუმენტია, ოპოზიცია კი სერიოზულ საფრთხეებს ხედავს, მათ მოსაზრებებს მოვისმენთ სწორედ თეორემას პირველ ნაწილში. ჩემი სტუმრები სტუდიაში არიან ბატონი ვასილ რევიშვილი, თავისუფალი დემოკრატებიდან და ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ბატონო ზურაბ, თქვენ გადავიწყოთ დღეს თქვენმა პარტიამ ნაციონალურ მოძრაობამ გავრცელა განცხადება, ითხოვთ ამ მოლაპარაკების და იმ ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას, რომელიც წესით უნდა დაიდოს. დღეს თავად ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემაც რაღაც ახალი დეტალები გაგვაცნო, მან თქვა, რომ საუბარია ტრანზიტის საფასურად ფულის მიღებაზე ნაცვლად გაზის 10%-ისა, რასაც ვიღებთ სომხეთთან ტრანზიტის შედეგად. არის თუ არა საკმარისი, ან მოფინა თუ არა რაიმეს ნათელია ამ ახალმა დეტალმა? თემა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გაზპრომთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, უკვე დიდი ხანია არსებობს და მუდმივად, პრაქტიკულად ყოველთვიურად რაღაცა ინფორმაციის მცირედი მჟღავნდება, რის შემდეგაც პრაქტიკულად იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა არასაჯაროებს მოლაპარაკების დეტალებს, ამის გვიწევს გამოცნობა, რა უდევს გულში ბიძინა ივანიშვილს და რა სტრატეგიული ინტერესი იმალება ამის უკან, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა ბიზნეს თვალსაზრისით რაციონალურად თუ შევადარებთ ფასებს, როგორ ვიღებთ, რა ფასით ვიღებთ, თქვათ აზერბაიჯანიდან და რა ფასით შეიძლება მივიღოთ გაზპრომიდან, არანაირი რაციონალური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. ნუ დღეს მდგომარეობით თითქოს ითქვა, რომ არ ვყიდულობთ გაზს სხვა რამეზე, კონტრაქტის დეტალებზე უბრალოდ მოლაპარაკებთ. ეს ფასებს რო თავი დავანებოთ, თავისთავად საზოგადოების დიდ ეჭვს აჩენს ყველაფერი, რაც უკავშირდება ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რომელსაც უნდა ჩვენი სახელმწიფოებრობის მოსპობა, ჩვენი კეთილდღეობის გაჩანაგება და რომელიც დაინტერესებულია სუსტი საქართველოს. აქედან გამომდინარე, როცა ლაპარაკს იწყებს მთავრობა რუსეთთან, ბუნებრივი რეაქცია საზოგადოების, რომ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ამას უკავშირდება. მეორე ასპექტია, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში მოვისმინეთ სხვადასხვა არგუმენტი, რატომ უნდა შედგეს მოლაპარაკება გაზპრომთან. ნუ ერთი ყველაზე მეტად, აი ვიდრე თქვენ რაც კითხვა დაშვით თუ შუალოდ ტრანზიტის სანაცვლოდ გაზს კი არ ავიღებთ, არამედ ფულს, ვიდრე ამაზე გადავიდოდეთ, მანამდე ჩვენ გვესმოდა დივერსიფიკაციის არგუმენტი, რაც ძალიან სასაცილოდ ჟღერს, იმიტომ რომ უნდა გავიხსენოთ ფაქტები. 2006 წელს საქართველოს მიიღო წერილი გაზპრომიდან, რომ $100 ნაცვლად 1000 კუბურ მეტრში უნდა გადაგვეხადა $230, ისე რომ ჩვენ პრაქტიკულად დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. საბოლოოდ $295 გახდა, ხო? ისე რომ მოლაპარაკებებიც არ გამართულა ამასთან დაკავშირებით. და მეორეს მხრივ ყავს პარტნიორი და მომწოდებელი, რომელსაც არასოდეს მსგავსი ასეთი ახირებული ნაბიჯი ჩვენს მიმართ არ გადაუდგამს, პირიქით ყოველთვის როცა გვიჭირდა დახმარების ხელს გვიწვდიდა, ხო? ლაპარაკია აზერბაიჯანზე. და ამ დროს როცა ესეთი გამოცდილება გააქვს, რომ ქვეყანას ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიები, არასაიმედო პარტნიორია თვითონ გაზის მოწოდებაში, არაერთხელ გადაუკეტავს ჩვენთვის გაზი. ზოგადად ეკონომიკაში არასაიმედო პარტნიორია, ხო, გავარდით, რომ ღვინო უნდა გაგვეყიდა იქ და წელს 50%-იანი ქრება გვაქვს ღვინის გაყიდვისა რუსეთის ბაზარზე, ხო? აი როცა ამ ყველაფერს აიღებ, ძალიან ძნელი ხდება ახსნა რაციონალურად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ის ნაბიჯი, რასაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით
ვიცე-პრემიერი კალაძე აკეთებს. კი ბატონო, დაგიბრუნდებით ბატონო ზურაბ. ბატონო მაცილაი, ბატონო ზურაბის საუბრობდა და ბევრი თან ხვდება ამაზე, რომ გაზპრომის გაზზე დამოკიდებულება საბოლოო ჯამში და ცუდი იქნება საქართველოსთვის, მაგრამ მთავრობა, ხელისუფლება თვითონ კახი კალაძეც უარყოფს, რომ ეს შეიძლება მოხდეს. თქვენთვის რამდენად დამაკმაყოფილებელია ის ახალი განმარტება, რაც მივიღეთ აი ამ ტრანზიტის სანაცვლოდ ფულის მიღებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთი აი კახი კალაძე ამბობს, რომ რადგან თვითონ არ არიან წარმოდგენილი, მე ვეცდები მათი არგუმენტების წარმოვადგინო, რომ ამ დეტალებს ამ მოლაპარაკებების ჩვენ პირდაპირ ეთერში ვერ გავასაჯაროვებ და ეს ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებთ. რამდენად საკმარისია ეს განმარტებები, რაც დავიწყოთ იქიდან, რომ ეს დღეს გახდა ცნობილი, რომ თურმე მოლაპარაკება მიდის მხოლოდ ტრანზიტის საფასურად, გაზის მაგივრად ფულის აღების. მანამდე მართლაც იყო საუბარი დივერსიფიკაციაზე, არასაკმარის გაზზე აზერბაიჯანიდან ასე შემდეგ. დავიწყებ პირველი არგუმენტებით, დივერსიფიკაცია, არასაკმარისი გაზი. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული არგუმენტებია, ბატონო ზურაბმა სწორად ბრძანა, რომ დივერსიფიკაცია ხდება რისკის შემცირების საფუძველზე. არც ერთი, ვთქვათ, ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური ან სხვა მეცნიერებითი, ასე ვთქვათ, თეორია არ ეთანხმება იმას, რომ შეიძლება დივერსიფიკაცია მოახდინო ამ რისკის გაზრდის საფუძველზე, ხო? და საზოგადოება ალბათ, გინდა ექსპერტები და გინდა ნებისმიერი მოქალაქე თანხმდება, რომ რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა ეს რისკის გაზრდა. კიდევ ერთი მომენტი იყო, რომ ამბობდნენ, რომ კომერციულ გაზზე ველაპარაკებით, მაშინ როდესაც კომერციულ ობიექტებს თავადაც შეუძლიათ ეს მოლაპარაკება, კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, სახელმწიფო წარმომადგენელმა აწარმოოს მოლაპარაკება და შემდეგ კომერციულმა სექტორმა იყიდოს ან არა. სხვათა შორის კალაძე მე მგონი ადრეს თქვა, თუ იქნება დიდი ფასი არ იყიდიან, მაგრამ ეს იქნება აუცილებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკვე მეორე არგუმენტზე გადავალ, რომ არასაკმარისი გაზი ამ დროს აზერბაიჯანის პირველმა პირმა პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი გაზი არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მთელი ევროპისთვის მომავალი 100 წლის განმავლობაში. ამას ემატება შახდენიზის პროექტის გაშვება, რომელიც 2018-ში იგეგმება, რაც სხვათა შორის იმას ნიშნავს, ეს არც გაჟღერებულა, რომ გაიზრდება საქართველოსთვის დარჩენილი 10% გაზი გასამაგდება, რომელიც მართლაც სიმბოლურ ფასად რჩება საქართველოს. შესაბამისად, აზერბაიჯანული გაზის ფასი მხოლოდ გაიაფრთება იმ დროს, როდესაც რუსეთიდან მოსალოდნელია გაზის საფასურის ეტაპობრივი ზრდა. რაც შეეხება მესამე არგუმენტს, რაც ბოლოს გაჟღერდა, ესეც რაღაც აბსურდულად მეჩვენება, თუ ჩვენ ენერგობალანსი გვაქვს უარყოფითი და გვიწევს გაზის იმპორტი, რატომ არ უნდა მივიღოთ გაზის საფასურად გაზი და არა ვთქვათ ნაღდი ფული. კალაძემოს ვეცდები, რომ იმავე რაოდენობის ფული მივიღოთ და ეს დღეს, მაგრამ საკმარისია გაზის ღირებულება გაიზარდოს, ფულის რაოდენობა იგივე დარჩება და ტრენდია იქითკენ, რომ გაზის ღირებულება გაიზრდება, გაზის ღირებულების გაზდასთან ერთად ის პროცენტული თანხა, რაც ჩვენ გვჭება, ნაკლები იქნება, თან რა თქმა უნდა, რუსეთი, რომელიც გაცილებით უფრო პროფესიონალი მომლაპარაკებელია და ზოგადად უფრო პროფესიონალებითაა წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, რუსეთის მხარე ვიდრე ჩვენი მხარე, სავარაუდოდ ამას გამოიყენებს თავის სასარგებლოდ და სხვათა შორის აზერბაიჯანელმა ერთ-ერთმა ექსპერტმა დღეს თქვა, გამოქვეყნებული იყო ტრენდაზში მგონი დღეს სტატია, რომ სავარაუდოდ რუსეთი გაანახევრებს საქართველოსთვის გადასახდელ საფასურს თუ მოლაპარაკება წავა ნაღდი ფულით ანაზღაურებას. კი ბატონო, აი დივერსიფიკაციაზე საუბარი რომ განვაგზავნოთ, ეს მართლაც იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, მხოლოდ ღარიბაშვილი ამბობდა, რომ არანაირ დივერსიფიკაციას არ გექმოთ, თუმცა ის პრემიერი აღარ არის და კალაძე არის ვიცე-პრემიერი. როდესაც დივერსიფიკაციას ახსენებენ, მთავრობის წევრები ამბობენ, რომ აი მარტო რუსეთთან კი არა, ჩვენ ირანთანაც გვაქვს მოლაპარაკებები და მართლაც მიდის იქ რაღაც მოლაპარაკება სომხეთის გავლით ირანული გაზის შესყიდვაზე, სომხეთში ის მონაკვეთი გადასმელი ასევე გაზპრომის კონტროლის ქვეშ არის. აი ეს როგორ შეიძლება განვიხილოთ? შეიძლება თუ არა ესეც ირიბად ისევ რუსულ გავლენას უკავშირდებოდეს? ან ამ მიმართულებით დივერსიფიკაციაზე მუშაობა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ადეკვატურად? ზოგადად ბიზნესმენების მთავრობა გამოირჩევა ქაოტურობით, არასისტემატურობით, იმიტომ რომ საერთოდ ხედვა არ აქვს არაფრის, ხო? თავისთავად ირანთან თუ კი ეკონომიკური კავშირები გაძლიერდება, თავისთავად არ შეიძლება ამის რაიმე საწინააღმდეგო გქონდეს. მაგრამ ერთის მხრივ ირანიდან ჩამოსულ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში
თუნდაც ტურისტად შემოსვლას დაბრკოლებას უქმნიდა და მეორეს რო აცხადებდე რომ ეხლა ირანთან კიდე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რომ გავაღრმო ეკონომიკური ურთიერთობები ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკომპეტენტურობას და საბოლოო ჯამში მავნებლობას. ირანის გაიჟღერა გაზპრომის თქვენ სწორად აღნიშნეთ გაზპრომის კონტექსტში გაიჟღერა კიდევ ერთხელ ამბობს ჯერ ერთი ჩვენ ზოგადად აი მე არ მინდა ახლა ძალიან საგარეო პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანო, მაგრამ იმედია ქვეყნის საგარეო უწყება თვალს ადევნებს არაბულ სამყაროსა და ირანთან შორის დღეს არსებულ დაძაბულობას. ხო, საუდის არაბეთის გარშემო შეიკრა დიდი კოალიცია. ჩვენ თუ რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე რაიმე გჭირდება ზოგადად ეს ნიუ-იორკში იქნება, ჟენევაში იქნება გაეროს ფორუმებს გულისხმობ, ხო? ანგარის გასაწევია არაბული სამყარო, მათი ხმები გჭირდება, თუნდაც ჩვენ თვის მნიშვნელოვან რეზოლუციებზე, ხო? რაღაცა კონტექსტში ხო უნდა ჩასვა, ხო არ შეიძლება ესე ამოვარდნილად ილაპარაკო ამ ყველაფერს. მაგრამ დაუბრუნდეთ მხოლოდ ეკონომიკურ განზომილებას. ბატონო ასინმა სწორად თქვა. არანაირი საჭიროება დღეს იმისა, რომ აზერბაიჯანის გარდა ვეძებოთ სადმე გაზი არ არსებობს. ამბობს ეს ხალხი რომ გვაქვს და მოგაწვით ყველაზე დაბალ ფაში, იმიტომ რომ გაგიხილავთ როგორც მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ხო? აქ ერთადერთ რაღაცას ვხედავ მე, რომ ეს კეთდება სწორედაც რომ აზერბაიჯანის ჯიბრზე, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გავხსენოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ ჩვენი ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან გაუარესებულიყო. ეხლა თუ არ ჩავდგებით სირაქნებას პოზიციაში, ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ასუსტებს ჩვენს როლს, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და პირიქით გამტარ ლოჯისტიკურ როლს, ასუსტებს აგრეთვე ზრდის ჩვენს დამოკიდებულებას რუსეთზე. რატო ვაკეთებთ ამას? რატო ვიტკიებთ თავს და კიდევ ერთ რამეს ვიტყოდი, რაც იყო ნახსენები და აბსოლუტურად ვეთანხმები. თუ ლაპარაკია კერძო კომპანიების მიერ შესწავლას, ჯერ ერთი ქვეყანაში ეკონომიკა ისე მოდის, რომ საეჭვოა ჩვენი გაზის მოხმარება იმ მასშტაბით იზრდებოდეს, რომ ეხლა დაურბოდეს აქეთ-იქით. ხო, ეკონომიკა რა მდგომარეობაშია? სამწუხაროდ კი ვხედავთ. ხო, რაის დამატებით მოცულობებზე. ამიტომ ჩვენ როცა ლაპარაკობთ იმაზე, რომ გვინდა ინფორმაციის საჯაროობა, მაშინ ენერგეტიკის მინისტრი ვალდებულია გამოვიდეს დეტალურად აგვიხსნას, რამდენით გაიზარდა თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში როგორი იყო ზრდა გაზის მოხმარების, რა სექტორში, სამხმარებლო სექტორში, კერძო კომპანიებში და ასე დეტალურად ახსნას. უბრალოდ იმის დამიხედვით, რამდენად შეიქმნება წნეხი მასზე, ერთი-ორი სიტყვა ბუდიდან ბარტყი გადმოაგდოს, რომ აჰა, და იქნება ამით გაგაჩეროთ, ესე ხო არ ხდება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებზე. ის წარმოადგენს ხოლმე ამ ციფრებს და ამბობს, რომ მოხმარების დასთან ერთად გასულ წელსაც ჩვენ ვყიდულობდით, ვიღებდით გაზპრომისგან გარკვეულ გაზს გარდა იმათი პროცენტისა, რასაც ისინი ტრანზიტისთვის გვაძლევენ. ბატონო ვასილ, ირანზე და ამ მიმართულებით რომ გავაგრძელოთ საუბარი, თვითონ ირანული სააგენტოები ქაურმეტი ამბობს, რომ თხევად გაზია ლაპარაკი, აქ ჩვენი სამინისტრო ჯერ არ არდასტურებს ამას, ასე ვრცელდება ინფორმაციები, რომ იქ თხევადი გაზის მოპოვებაში, დამუშავებაში რუსეთი აპირებს, რომ ჩადოს ინვესტიციები, მას შემდეგ რაც სანქციები მოეხსნება ირანს. შეიძლება თუ არა ესეც რაღაც შემოვიდგზით რუსული გავლენა. ელემენტარულად გეტყვით, გადასამოწმებელი არ მინდა ჭარაობად გამომივიდეს, მაგრამ რამდენიმე წყაროს მიხედვით ირანის სომხეთის გაზსადენით გაზპრომის ბალანსზე. კვლავ დავიმოწმებ ექსპერტს ახმედოგლუ თუ არ მეშლება, რომელმაც დღეს სტატია გამოაქვეყნა trend.as-ში. შესაბამისად, ირანთან მოლაპარაკებად შეიძლება ასე ვთქვათ, გვერდითი პროდუქტი იყოს გაზპრომთან მოლაპარაკების და არა ცალკე, ასე ვთქვათ, მოლაპარაკება კვლავ დივერსიფიკაციის. იმ შემთხვევაში თუ ცალკე მოლაპარაკება, ეს შეიძლება თუ არა რომ სასარგებლოც იყოს. მე არ მინდა ვთქვათ, ისე ჩავერთო საგარეო ეკონომიკურ დისკუსიებში. გარკვეულწილად გეთანხმებით, რომ ირანი დღესდღეობით არ განიხილება, ასე ვთქვათ, კარგ პარტნიორად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმედია ეს შეიცვლება. შესაბამისად, თუ ცალკე კონტექსტშია ლაპარაკი, მე ალბათ უფრო მივესალმები, თუ ეს არ მოხდება კვლავ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ჩვენი ნომერ პირველი
პრიორიტეტი და ნომერ პირველი პარტნიორი არის რეგიონში აზერბაიჯანი და სხვათა შორის თვალს თუ ვადევნებთ თვითონ აზერბაიჯანის პრესას და ელემენტარულად რიგითი აზერბაიჯანელების დამოკიდებულებას ამოვლენების მიმართ, რომელიც ხშირად გადამწყვეტიცაა, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება. Სადაც პროტესტის ტონი იგრძნობა ხოლმე. კი, რა თქმა უნდა, თან პრესა ვთქვათ, პრესა იქ უფრო ახლოს არის, ასე ვთქვათ, მთავრობის აზრთან, შესაბამისად, ბევრ შემთხვევაში პრესა გამოხატავს მთავრობის აზრს. იმ დროს, როდესაც ვთქვათ, ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის მთავრობას ყოფნის დიპლომატიურობა, რომ ხვალ-მაღლა თამაში რა შეიძლება იყოს мотиваცია აი ამ გაზპრომთან მოლაპარაკებების? თუ ასე არ შეიძლება იყოს мотиваცია ევროპის ლანძღვის, რა შეიძლება იყოს мотиваცია გაზრდილი პროპაგანდის, რომ ევროპის შემოსვლა ცუდია, რა შეიძლება იყოს мотиваცია პროპაგანდის, რომ ნატო შეიძლება არ გჭირდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას პირველ პირები არ აჟღერებენ, თუმცა სამწუხაროდ შევხედავთ კვლევებს, ვთქვათ, ეს განწყობა უარყოფითი დასავლეთის მიმართ იზრდება. რასაც მე პირდაპირ ვაბრალებ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების განწყობას. კი ბატონო, და ბოლოს ორივე თქვენ გასმინდა ვკითხო გამოსავალად რა გესახებათ აი ფაქტის წინაშე რომ არ დავდგეთ რომ თქვათ მეტად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება ან თქვენ პოლიტიკური პარტიები რას აპირებთ როგორ ჩანს დეტალების გამჟღავნებას არ აპირებენ იმიტომ რომ მე მეგონა თქვენ დააბოლოდეთ როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა და თქვენ კითხვაში ჩანს რომ თქვენ არანაირი იმედი ისე როგორც ჩვენ რომ მთავრობა სხვანაირად მოიქცება არ ვქნით თქვენ თქვით რომ როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება და პარტიები რასაც მე ვუყურებ ეს არის რომ ჯერჯერობით სოციალურ მედიაში ჩანს უზარმაზარი პროტესტი ამის მიმართ და აქ სხვათა შორის ამ პროტესტს გამოხატავს პოლიტიკური შეხედულებები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანი. აქ მე არ ვლაპარაკობ მარტო იმ ორ პარტიაზე, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. აქ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს პროტესტს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ესმის, რომ რუსეთზე ჩვენი ენერგო დამოკიდებულებების გაზრდა ეს უბრალოდ ეკონომიკურ სიდოხჭირეს კი არ ნიშნავს, რომ გაგიძვირებენ გაზს, ბუნებრივია გეზრდება გაზის ტარიფი, მერე გეზრდება დენის ტარიფი, იმიტომ რომ დენი გარკვეულწილად გაზეც არის დამოკიდებული და შეიძლება ერთ დღეს გაზი გადაგიკეტოს უბრალოდ. მარტო ამაში კი არ არის საქმე, არამედ ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ამით საფრთხე ექმნება, სწორი თქვა ასევე, საფრთხე ექმნება ჩვენს ევროპულ მომავალს, იმიტომ რომ ერთდროულად, ესე იგი, ეცადო რომ გაზპრომზე იყო დამოკიდებული და თან გინდოდეს ნატოში და ევროკავშირისკენ სვლა, ეს ერთმანეთთან როგორც გვანახებს თუნდაც უკრაინის მაგალითი ერთმანეთთან უთავსი რამეებია. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი შეწუხებული, მე რატომღაც ხედავ, რომ ეს გაცდება სოციალური მედიის ფარგლებს. ჩვენ ძალიან მტკიცე პროტესტი გვაქვს ამაზე, ბუნებრივია, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია საპარლამენტო დონეზე ჩვენ ახლა დავაყენებთ საკითხს, რომ მობრძანდეს ბატონი კალაძე და შესაბამის კომიტეტებზე პარლამენტში წარმოადგინოს დეტალური ანგარიში მოლაპარაკებათა შესახებ და წარმოადგინოს რას მოუტანს ეს საქართველოს, რა რისკებს შეიცავს და ბუნებრივია ჩვენ ვიქცევით როგორც რაციონალური ადამიანები, გვინდა პირველ რიგში ინფორმაცია, გავაცნოთ ეს საზოგადოებას და ბუნებრივია თუ ნახავთ რომ მთავრობა პირდაპირ არ მოვერიდები ამ სიტყვას აბსოლუტურად ყიდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ბუნებრივია პროტესტის კონსტიტუციურ ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ ამის გასაჩერებლად. გასაგებია ბატონო ვასილ, თქვენ რა გესახებათ? კვლავ ახალს არაფერს ვიტყვი, ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე ჩვენ მოდი ასე ვთქვათ, ვცდილობთ რომ არსებული ძალიან ისე წირი ინფორმაციის საფუძველზე რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ. პირველი რა თქმა უნდა არის რომ გავეცნოთ. იქნებ მართლები არიან ეს ხალხი და უბრალოდ ლაპარაკი არ იციან, ხო? გაგვაცნონ თქვა თუ არ იქნება ეს საზოგადოების წინაშე და თუ არის რაღაც გასაიდუმლოებული. შესაბამისი კომიტეტები არსებობს პარლამენტში. გააცნონ პარლამენტს რაზე მიდის მოლაპარაკება და რა არის თქვა ის წითელი ხაზი, რომელსაც არ გადააბიჯებენ. და ამის საფუძველზე რა თქმა უნდა ჩვენ შეგვეძლება მსჯელობა თუ საჭირო იქნება საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ჩვენი პარტია ჩათვლის რომ ის რაც ხდება არის ქვეყნისთვის საზიანო, რის რისკიც სამწუხაროდ მაღალია, რა თქმა უნდა შესაბამის ზომებს მივიღებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. თქვენ კი არ გადართოთ, გადაცემის მეორე ბლოკშიც ამავე თემით დავბრუნდებით სხვა სტუმრებით.